ხანდაზმულ კაცს არ დატოქსო მკაცრად, არამედ დაარიგე, როგორც მამა, ახალგაზრდები კი, როგორც ძმები. ხანდაზმულ ქალებს, როგორც დედებს, ახალგაზრდებს, როგორც დებს, მთელი სიწმიდით. პატივი ეცი ჭეშმარიტ ქვრივებს. ხოლო თუ რომელიმე ქვრივს ყავს შვილები ან შვილიშვილები, ჯერ მათ უნდა ისწავლონ თავიანთი სახლისკენ ღვთისმოშიშად მოქცევა და მშობლების ვალის დაფარვა, რადგან ეს სათნოა ღვთის წინაშე. ჭეშმარიტი ქვრივი, რომელიც მარტოა, ელის ღმერთს და ღამესა და დღეში ლოცვებითა და ვედრებებით არის დაკავებული. ხოლო ის, ვინც ტკბება განცხრომით, ცოცხლადვე მკვდარია. ამასაც მიუთითე, რათა უმციკლონი იყვნენ. ხოლო თუ ვინმე თავისიანებზე, განსაკუთრებით კი თავისი ოჯახის წევრებზე არ ზრუნავს, უარყოფს რწმენას და ურწმუნოზე უარესია. ქვრივთა სიაში არ ჩაიწეროს ვინა, თუ არა 50 წლის ზემოთ მყოფი, რომელიც ერთი კაცის ცოლი ყოფილა. მოწმობითი კეთილი საქმეების მქონე, თუ ბავშვები აღზარდა უცხოები მიიღო, წმიდაებს ფეხები დაბანა, გაჭირვებულებს შეეცია, ყოველ კეთილ საქმეში დაუღალავად იცხოვრა. ხოლო ახალგაზრდა ქვრივებს უარყავი, რადგან როცა ქრისტეს წინააღმდეგ ბუნებებს ახვევიან, გათხოვება სურთ და მათ განაჩენად იქნება ის, რომ რწმენის პირველობას უარყვეს. თან ამასთანავე სწავლობენ უსაქმურობას და სახლებში სიარულით, არა მხოლოდ უსაქმურები არიან, არამედ ენისმფრევებიც, ცნობის მოყვარეებიც და ბევრი ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რაც არ შეიძლება. ამიტომ სურს, რომ ახალგაზრდები გათხოვდნენ, შვილები ჰყავდეთ, სახლი განაგონ, მტრებს საბაბი არ მისცენ სალაპარაკოდ. რადგან უკვე ზოგიერთი გადაუხვია და ეშმაკს გაჰყვა. თუ რომელიმე მორწმუნე ქალს ჰყავს ქვრივი ნათესავები და დაეხმაროს მათ და არ დააწვინოს ეკლესიას, რათა ეკლესიამ ჭეშმარიტ ქვრივებზე იზრუნოს. ხუცესები, რომლებიც კარგად მართავენ, ორმაგი პატივის ღირსნი იყვნენ, განსაკუთრებით ისინი, ვინც შრომობს სიტყვასა და მოძღვრებაში. რადგანაც წერილი ამბობს, ლოცვის მთქმელ ხარს პირში ნუ აუკრავ და მუშაკი ღირსია თავისი საზღაურის. ხუცესის წინააღმდეგ ბრალდებას ნუ მიიღებ, თუ არა 2 ან 3 მოწმის გარეშე. დამნაშავენი ამხილე ყველას წინაშე, რათა სხვებსაც შიში დაეუფლოთ. გევედრები ღვთის იესო ქრისტეს და რჩეული ანგელოზების წინაშე, დაიცვა ეს ყოველივე გარეშე მიკერძოების გარეშე და არაფერში იქცე მიკერძოებით. ნუ რავის დაასხამხელებს ნაჩქარევა და ნურც სხვისი ცოდვების მონაწილე გახდები, შენს თავს დაიცავი წმიდად. წყალს კი აღარ სიმხოლოდ, არამედ მცირედ ღვინოსაც მიიღე შენი კუჭისა და ხშირი უძლურებების გამო. ზოგიერთთა ადამიანთა ცოდვები აშკარადია და წინა აღსარებაზე მიდის მსჯავრისკენ, ზოგიერთებს კი უკან მოსდევს. ასევე, კეთილი საქმეებიც აშკარად არის და თუ სხვაგვარიცა, დამალვა მაინც შეუძლებელია.